პროფესორ ალექსანდრე შეუსრულდა დასებიდან რომ არ შეიქმნა უკვე ალექსანდრევის პრინციპი მემორანდუმის და დიდი წვლილი მიუძღვის ქართული დიპლომატიური სკოლა, ჩვენ დიპლომატები არ გვქონდა. იყო ის ინტელექტუალური პოტენციალი, რომელიც შემართებდა, რომელიც მას ჰქონდა სამაგალო. ბატონო რექტორო, პატივცემულო საზოგადოება, მოგესალმებით. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია პირველ რიგში და ძალიან სასიხარულოა თქვენთან ერთად აღვნიშნო ეს ორი მნიშვნელოვანი თარიღი. პირველ რიგში საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის 25 წლის თავი. მე შემიძლია თამამად ვთქვა და ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სიმბოლოს დამოუკიდებელი საქართველოს. მაშინ, როდესაც ეს ფაკულტეტი დაფუძნდა, საქართველოს ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე იდგა. საქართველოს დიპლომატია ჩამოსაყალიბებელი იყო და საჭირო იყო ახალი კადრები. და სათავეში ამ საქმეს ჩაუდგა ისეთი პიროვნებები, როგორიც არის ბატონი ალექსანდრე რონდელი, ბატონი ლევან ალექსიძე და მე მინდა მათ დიდი მადლობა გადავუხადო კიდევ ერთხელ ყველამ ერთად პატივი მივაგოთ იმ დიდ წვლილს, რომელიც მათ შეიტანეს ამ ისტორიული საქმის განხორციელებაში. ჩვენ ყველანი ამაყები ვართ იმით, რა შედეგებსაც მიაღწია ამ დეპარტამენტმა 25 წლის განმავლობაში. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ გაზარდა დეპარტამენტმა თაობები, რომლებმაც შეიტანეს ძალიან დიდი წვლილი ქვეყნის როგორც პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ასევე დიპლომატიურ ცხოვრებაში. მე მახსოვს 18 წლის წინ, როდესაც პირველად შემოვედი უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტი, საერთაშორისო ურთიერთობების და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი. ჩემთვის ძალიან დიდი ემოცია იყო, მე ვიცოდი, რომ რაღაც განსაკუთრებული დავალებით მოვდიოდით ყველა ჩვენთაგანი სტუდენტები და ჩვენ მოვდიოდით სახელმწიფო სამსახურში, არა მხოლოდ როგორც სტუდენტები, არამედ როგორც მომავალი ჩვენი სახელმწიფოს მოსამსახურენი. მე მახსოვს პირველი კითხვა, პირველი გამოცდა ბატონი ალექსანდრე რონდელის, ეს იყო საერთაშორისო ურთიერთობების შესავალი და მისი კითხვა ეხებოდა თუ რომელი სახელმწიფო, ავტორიტარული თუ დემოკრატიული სახელმწიფო იქნებოდა ძლიერი საომარი დაპირისპირების შემთხვევაში. თავიდანვე ჩვენ ვსწავლობდით უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე დემოკრატიის სიძლიერეს. ჩვენ ვსწავლობდით ევროპულ და დასავლურ ფასეულობებს, რამაც ზუსტად შექმნა ის თაობა და მოგცა ჩვენ ყველა ჩვენთაგანს ის ძალა, ენერგია და შესაძლებლობა, რომ ქვეყანა წაგვეყვანა ამ მიმართულებით, რა მიმართულებითაც დღეს მიდის. რა თქმა უნდა, ჩვენ მოხარული ვართ, რომ ფაკულტეტისადმი ინტერესი, დეპარტამენტისადმი ინტერესი, საერთაშორისო ურთიერთობებისადმი ინტერესი დღეს ისევ ძლიერია და მიხარია იმ ინფორმაციის მოსმენა, რომ ყველაზე მოთხოვნადი ფაკულტეტია დღეს საქართველოში. ჩვენ ასევე ვიცით, რომ დაგვსიამოვნებს იმის მოსმენა, რომ აკადემიური მოსწრების კუთხითაც ლიდერია ეს დეპარტამენტი. ეს აჩვენებს როგორც დეპარტამენტის სიძლიერეს, ასევე ახალი თაობების სიძლიერეს. მე მიწევს დეპარტამენტის და ფაკულტეტის კურსდამთავრებულთან ინტერაქცია ყოველდღიურად. საგარეო საქმეთა სამინისტროში ძალიან ბევრი ამ დეპარტამენტის კურსდამთავრებულია, რომელთან ერთადაც ჩვენ მუშაობთ ყოველდღიურად ჩვენი ქვეყნის საგარეო ასპარეზზე პოზიციების გასაძლიერებლად და ძალიან ღირებულია თითეული მათგანის რეკომენდაცია, რჩევა თუ აქტივობა. მე მინდა ყველა სტუდენტს, რომელიც დღეს სწავლობს საერთაშორისო ურთიერთობებს, უთხრა, რომ მათ ძალიან მნიშვნელოვანი როლი ეკისრებათ ქვეყნის მომავალში, ქვეყნის განვითარების პროცესში
და მინდა გისურვოთ პირველ რიგში წარმატებული სწავლა და შემდეგ წარმატებული საქმიანობა თქვენი ქვეყნისთვის. სამწუხაროდ მინდა აღვნიშნო, რომ ბატონ ალიკა რონდელთან დეპარტამენტის და ფაკულტეტის ფარგლებში სტუდენტობის დროს მოგვიწია ძალიან მცირე ხნით შეხება, რადგანაც პირველი კურსის შემდეგ მან დატოვა უნივერსიტეტი, მაგრამ მე ძალიან მოხარული ვარ, რომ მისი სახელი დღეს ესე ჟღერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ამ მიმართულებით ძალიან დიდი როლი ითამაშა ბატონმა ზურა დავითაშვილმა და მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გითხრათ ბატონო ზურა თქვენ იმისათვის, რომ შეინახეთ როგორც ამ დეპარტამენტის ძლიერი მხარეები კიდევ უფრო გააძლიერეთ დეპარტამენტი, ასევე შეინახეთ ბატონი ალექსანდრე როდელის სახელი და მას ასეთი დიდი პატივით ემსახურებით. დიდი მადლობა ყველა თქვენთაგანს. მინდა გისურვოთ კიდევ ერთხელ წარმატებები და გამოვთქვა მზადყოფნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან იქნება როგორც აქამდე იყო, ასევე მომავალშიც გაგრძელდება მაქსიმალური ყურადღება, მაქსიმალური ხელშეწყობა, რათა თქვენ შეძლოთ კიდევ უფრო მეტი მწვერვალების დაპყრობა და წარმატებების მიღწევა. გილოცავთ ყველას ერთად. ახლა სიტყვა